მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო, მოდით განვიხილოთ დღეს ესეთი საჯარო გაშლა. სტანდარტულად ხომ მიყვარხართ თუ არა თქვენს მე ჩაფიქრებულ პიროვნებას. ჩაიფიქრეთ პიროვნება, მისი სახელი და გვარი დაბადების წელი თუ და რიცხვი, თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თუ და რიცხვი და მოდით ვნახოთ. მიყვარხართ თუ არა თქვენს მე ჩაფიქრებულ პიროვნებას. ენერგო ბალანსისთვის დალაიქეთ ჩემი ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად. მოდით ვნახოთ უყვარხართ თუ არა პიროვნებას. ორიანი კვერთხები ფანად გვაქვს. თავდაპირველად ვიტყოდი იმას სანამდე დავიწყებდი ფონის გარჩევას, რომ თვითონ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, არ არის იმ ტიპის პიროვნება, ვინც გრძნობებს ესე ვთქვათ ადვილად აღიარებს, ხომ, მაგრამ თქვენს მიმართ აქვს ძლიერი ემოციური დამოკიდებულება ამ არკანების მიხედვით და ჩამოთვლი რაც არის, ხომ, რომელიც გამოხატულია, ასე ვთქვათ, თავისი ქცევებით და შინაგანი სიღრმეებით, ხომ? ფონად გვაქვს ორიანი კვერთხები, შემდეგ არის კვერთხების პაჟი, პენტაკლების მეფე, თასების დედოფალი და იეროფანტი, ხო? ამ არკანების ასე ვთქვათ მიხედვით და ეს ამ არკანების ერთობლიობა ნათლად მიგვანიშნებს იმას, რომ გრძნობები ნამდვილად არსებობს, ხო? ეს სიყვარული არის რეალურად თქვენ შორის, ღრმაც არის, სერიოზული, თუმცა ასე ვთქვათ გამოუთქმელი სიყვარულია, ხო? მიზიდულობაც არის, პატივისცემაც არის და აი ეს მიზიდულობა და პატივისცემის ნაზავი ქმნიან ერთმანეთში ამ თქვენს ურთიერთობას, ხო? პირდაპირ ვთქვათ ურთიერთობაზე ვიტყოდი ესეთ რამეს, ხო? დაფარულია ეს ურთიერთობა, ეს სიყვარული უბრალოდ დაფარულია, ანუ გამოუმჟღავნებელია ურთიერთობა აქ ამ დაფარულს არ გავს, მაგრამ შესაძლებელია, იმიტომ რომ თასების დედოფალი ყოველთვის გვევლინება ისეთი ხალის ამ პულაში თქვენ, რომელიც ესე ვთქვათ ფარული, ასე ვთქვათ გზნობებს იწვევს პიროვნებაში და ჩუმად თავისთვის უყვარს, იმიტომ რომ რაღაცა დაბრკოლებები არსებობს მისთვის, შესაძლებელია დაფარულიც იყოს, მაგრამ თვითონ აქ გზნობებია დაფარული და თანმიმდევრულიც არის და 7-იც არის ნამდვილად. ეს ერთობ ასეთი რაღაც შემიძლია თქვა, ხო? ეხლა რეალურად ფონი ორიანი კვერთხები გვეუბნება იმას, რომ ადამიანი ესე ვთქვათ პიროვნება დგას არჩევნის წინაშე, ხო? არ მოქმედებს, არის ასე ვთქვათ შვიდად ყოფნის დაკვირვების რეჟიმში, ხო? დაგეგმარების ფაზაშია, ხო? შეიძლება ფიქრობს თქვენზე, აფასებს ასე ვთქვათ მომავალს, თქვენსას და თავისას ურთიერთობის თუნდაც ხომ პერსპექტივას, მაგრამ ჯერ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში. შინაგანად არის ადამიანი გაუბედავი და თავისი წონასწორობის ასე ვთქვათ ძიებაშია ამჟამად, ხო? კვერთხების პაჟი გვეუბნება, რომ და ეს არკანი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი არსებობა მისთვის მიზიდულობის, ცნობის, მოყვარეობის და შთაგონების წყაროა. განიცდის თქვენს მიმართ სურვილს, ემოციურ აქტივობას, მაგრამ გრძნობა ჯერ კიდევ ასე ვთქვათ არ არის ძლიერი, პატარა არა, ანუ სუსტია, დაუმუშავებელია და ანუ აი ზრდის პროცესშია რო იტყვიან, ხომ? ანუ მასში ესე ვთქვათ ცეცხლი კი არის თქვენთან მიმართებაში გაგიზგიზებული, მაგრამ ჯერ არ გაჩაღებულა, ხო? გიზგიზებს, მაგრამ აი ესე ვთქვათ რომ გაჩაღდეს, ჯერჯერობით ეს მდგომარეობა არ არის. პენტაკლების მეფე შემდეგი არკანი გვეუბნება, რომ ადამიანს, რომელსაც და რომელიც ასე ვთქვათ შიგნით ინახავს თავის გზნობებს და გამოხატავს პიროვნებას გამოხატავს, რომელსაც გზნობები ასე ვთქვათ თავის ასე ვთქვათ გზნობები აქვს ღრმა ფენებში შენახული, ხო? არ არის ასე ვთქვათ სიტყვითი აღიარება თქვენ შორის ამ გზნობების და არც სენტიმენტალური და არც რომანტიკული ტიპი არ არის ეს პიროვნება. თუმცა ასე ვთქვათ პიროვნების შიგნით არსებობს თქვენთან მიმართებაში ზრუნვის, ემოციური პასუხისმგებლობის და სიმშვიდის ასე ვთქვათ გზნობები და ემოციები, ხო? თქვენთან მიმართებაში ის არ გეუბნებათ სიტყვას მიყვარხარ, მაგრამ შეუძლია ეს იგრძნოს. და გაგზნობინოთ საქმით, ან მუდმივი ყურადღებით თუნდაც, ხო? ან ნაკლებად ლაპარაკობს ეს პიროვნება, ყველაფერს საქმით ამტკიცებს, ხო? თასების დედოფალი, ეხლა როგორც აღნიშნეთ, თქვენ ხართ მისთვის და ასოცირდებით მისთვის სითბოსთან, სიღრმისეულ ემოციებთან და სინაზესთან აუცილებლად, ხომ? ის ხედავს თქვენში ქალს, რომელიც გზნობს ემოციებით, გულით, რომელსაც უყვარს მთელი არსები და არა მხოლოდ ისე ზედაპირულად, ხომ? მთელი არსებით, ხო? მის თვალში თქვენ ხართ ემოციური
სიღრმე ძალიან მნიშვნელოვანი და თბილი პიროვნება, რომელმაც ასე ვთქვათ მის გულში შეაღწია და ზოგადად ვითარდება ეს გრძნობები სულ უფრო და უფრო მეტად გულდება მასში თქვენთან მიმართებაში. იეროფანტი მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება ასე ვთქვათ ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში აკავებდეს ან ბარიერები კონდეს ტრადიციის დაგამო, მორალის დაგამო, ხო, სოციალური ჩარჩოების დაგამო, ან პასუხისმგებლობების დაგამოც, ხომ, თუნდაც ფარული ურთიერთობა თქო თავიდან აღნიშნული შესაძლებელი არ არის გამორიცხული, რომ ფარული ურთიერთობა იყოს, ხო. შესაძლებელია პიროვნებას იყოს უკვე თავის სტაბილურობაში და პენტაკლების მეფე პირდაპირ მეუბნება მაგას პაჟი კვერთხების იმასაც გონება თავიდანაც ამოვიდა რომ იმის იქით კიდე გაუჩნდა ბნებები და გრძნობები სხვა ქალთან, სხვა ქალი ვინ არის თასების დოფალი და ხართ თქვენ დაფარული ქალი და აქედან გამომდინარე აქედანაც აგერ არჩევნის წინაშეა მეთქი რომ ვიძახდი პიროვნება ნამდვილად არჩევნის წინაშეა და არ ვიცის როგორ იმოქმედოს და ასე თქვენ დაკვირვების პოზიციაშია დაგეგმარების პოზიციაშია გადასული, ხო? და უბრალოდ ეს არკანი იეროფანტიც იმას გვეუბნება, რომ პიროვნება თვლის, რომ გრძნობის გამოხატვა არ შეეფერება ამ სიტუაციას, ან არ არის მისთვის სწორი ნაბიჯი ეს, რომ გამოხატოს თქვენთან მიმართებაში გრძნობები. და აღიხსნათ სიყვარული, ხო? ამავდროულად პიროვნება უკავშირდება თქვენთან მიმართებაში კავშირი თქვენ გაკავშირებთ ესე ვიტყოდი სერიოზულობასთან ასოცირდებით მის თვალში და შინაგან სიღრმესთან თუნდაც ღირსების თვალსაზრისით ანუ ღირსეულ პიროვნებად თქვით ხო რაც მიგვითითებს იმაზე რომ გრძნობა არ არის მისთვის თამაში თქვენთან მიმართებაში შესაძლოა ღრმა პატივისცემით შეზავებული სიყვარული ქონდეს პიროვნებას თქვენთან მიმართებაში ანუ ნამდვილად ხო აი პატივისცემას აკაშკეთ ამ არკანებიდან ხედავთ რა ვიცი კიდე როგორ გამოდგება სხვა დასტით განვავრცელდით ახლა აი მაგალითად ვიკითხო როგორ შეიძლება გამოავლინოს გრძნობა ამ პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში, ხო? თქვენმა ჩათვლილმა პიროვნებამ როგორ შეიძლება გამოავლინოს გრძნობა თქვენთან მიმართებაში? აბა ამ არკანებით. თასების დედოფალი ხალხო. მეორდებით. მოდით აი ესე დავდე. მოდიშით, აი ესე დავდე თასების დედოფალი, თასების რაინდი. ორიანი თასები რა იყო? რვიანი ხმლები, როგორი საინდა არც აქ დააყოვნა კვერთხების დედოფალად წამოდიხართ ამ დასტაში თქვენ მისთვის. ნაი კვერთხების დედოფალი ჩამოკარგება და ეს არკანი გვეუბნება იმაზე რომ თქვენ ხართ ურთიერთობაში ძლიერი და მიმზიდველი ენერგია მისთვის ხო ქალი რომელსაც უყურებენ შური ცნობის მოყვარეობით და აღტაცებით მის თვალში ასეთი ხართ თქვენ მისთვის არ ხართ მხოლოდ ემოციური ფიგურა თქვენ ხართ შთაგონება ვნება ენერგია რაც აიძულებს მას იფიქროს თქვენზე და თქვენთან მიმართებაში გრძნობებს ხო რაც მას უჩდება ნელ-ნელა უფრო მეტად უძლიერდება ხო მაგრამ ამასთან ერთად ეს ფონი ასევე მიგვანიშნებს რომ შეიძლება ის გრძნობს რომ თქვენზე ძლიერი არ არის ან ნაკლებად ძლიერი თქვენზე და ეშინია რომ ემოციურად ვერ შეგედრებათ და ვერანაირად ვერ დაგიდგებათ ხო იმიტომ რომ თქვენ მასზე ბევრად ძლიერი ჩანხართ მის თვალში თასების დედოფალი რაც აქ ხელმეორედ ამოდის თქვენთან მიმართებაში გამეორება არის სხვა დასტაშიც ანუ ჯერ იყო ერთ დასტაში და მეორეში ხო ანუ შუა საუკუნეების დასტა იყო ეს პირდაპირ თქვა და მეორე არის ლოგრესის ტაროშიც გამეორდა თასების დედოფალი ეს არკანი კიდევ ხო გვიჩვენებს რომ ის სიცხადით გრძნობს თქვენს სიყვარულს ანუ აღიარებს ხო რომ უკვე ხართ სითბოს და ემოციურ თავდადებას თქვენთან მიმართებაში თქვენ ხართ მისი ემოციური საფრთხეების ზონა ხვდებით ანუ ის შესაძლოა გრძნობებს გამოხატავს ასე ვთქვათ დამოუკიდებლად თქვენგან ან თუნდაც მაშინ როდესაც თქვენ თბილი ხართ მის მიმართ ისე არა ხვდებით ან თქვენგან თუ რამე დაინახა მაგ შემთხვევაში გამოხატავს ემოციებს გრძნობას სხვა შემთხვევაში არ გამოხატავს ხო თუ კი გრძნობს რომ მიიღებს სითბოს თქვენგან და არა კრიტიკას ამ შემთხვევაში ის გაბედავს და გრძნობებს სასწრაფოდ გრძნობებში გამოგიტყდებათ თასების რაინდის ეს პირდაპირ ინდიკატორი იმის რომ მას შეუძლია და სურს ასევე გამოხატოს გრძნობები ნაჟი ჟესტები თქვენთან მიმართებაში ხო მომწიფებული ემოციები ხო მისი ესე ვთქვათ
აი თუნდაც მოწერი საშუალებით გწერდეთ შეიძლება ხო საუბრის ასე ვთქვათ მანევრებით ხო აი კომპლიმენტებს გეუბნებოდეთ ხო გულითადი ფრაზები არ ანებოდეს თქვენთვის შესაძლებელია გამოვლინდეს ასე ვთქვათ რომანტიკული მნიშვნელობის თემაშიც ხო აი არა სიტყვა მიყვარხარ არის ანუ მიყვარხარ პირდაპირ აი ეს პიროვნება არ გეტყვით ან რეალურად უფრო მიგანიშნოთ სხვა სიტყვებით კომპლიმენტებით და ასე უფრო გეტყვით რომ უყვარხართ ხო ორიანი თასები პირდაპირ ხო მეტყველებს იმაზე რომ დაინტერესებული ურთიერთობის ორმხრივი განვითარებით აუცილებლად ეს პიროვნება აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს და ის მზად არის თქო თანაბარი გაცემა ემოციების და გზნობების თანაბარი გაცემა მიღებისთვის ხო მისი გზნობის გამოხატვა ხშირად მოდის როგორც სარკისებური ფორმით რეალურად ხო ანუ როცა ხედავს თქვენგან უზრუნველობას ისიც რეაგირებს ემოციით და იგივენაირად ხო სარკისებურად გიბრუნებთ ამ ემოციებს და გზნობებს ხო რიანი კვერთხები მიგანიშნებს იმაზე რომ შესაძლებელია თქვენ შორის იყოს უცებრადი კომუნიკაცია სწრაფი მოქმედების ალბათობაზეც მიგანიშნებს აუცილებლად ხომ შეიძლება ერთ დღესაც მოულოდნელად დადგეს ისეთი დღე რომ ნაბიჯი გადმოდგას ხო დაგიკავშირდეთ გაგიზიაროთ რაღაცა ისეთი გულისხმიერი რაც მის თავს ხდება ან უნდა თუ ან მიზეზად გამოიყენოს რამე თქვენთან კონტაქტისთვის ხო ან პირდაპირ სიტყვებითაც კი გამოხატოს გზნობები თქვენთან მიმართებაში ხო ანუ წამები როცა იგზნობს იმპულსს და ემოციურ ზეწოლას რეალურად მისთვის გადამწყვეტი იქნება ჩვეულებრივად ხო შეიძლება მოქმედებს ინტუიციურად და მოულოდნელად ეს პიროვნება ზოგადად რო ავიღოთ ხო ადამიანს რო გრძნობს თქვენთან გზნობებს აუცილებლად გზნობები არის მაგრამ ამას მას დიდი სიფრთხილით თანდაყოლილი სინაზით და პატივისცემით ეს უკვე განმეორდა მეორე დასტაში რომ პატივისცემა აშკარად თქვენთან მიმართებაში ჩანს ხო ну აი მოსალოდნელია რეალურად გამოხატულება სიყვარულისაც სიტყვა აი ეს გაშლა რაც ჩვენი თემა უყვარხართ თუ არა კი ბატონო პიროვნებას უყვარხართ თქვენ და რეალურად უფრო მეტად გვიდება ეს სიყვარული მასში პირველ დასტაში რაც გვიჩვენა მეორე დასტაშიც გვიჩვენა რეალურად უფრო ლაითად მაგრამ პირველი დასტიდან გამომდინარე რომ იჩვენა შესაძლებელია იყოს ესეთი ვარიანტი რომ პიროვნება იყოს თავის სტაბილურობაში და აქედან გამომდინარე იყოს ბარიერები ორიანი კვერთხების სახით ხო მეორე დასტაში მე რაც ვიკითხე რეალურად ის საკითხი ხო ნათლად აღწერა მაგრამ ის პრობლემები რაც ზოგადი სახის არის და რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის მაინც პირველმა დასტამ ისაუბრა ამ ყველაფერზე ხო იმ ძირითად პრობლემებზე რაც ჩვენ გვაინტერესებდა მოკლედ ეს არის სულ ის ყველაფერი რაც ამ თემის შეგვეძლო გვესაუბრა გავშალეთ თქვენთვის ორი დასტით ეს იყო პირველი დასტა უბრალოდ უკაცრავად ეს იყო პირველი დასტა ეს შუა საუკუნეების ტარო და მეორე არის ტარო ლოგრესი ორივე ძალიან სიღრმისეული დასტა და მიყვარს ძალიან იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ დიდ სიმართლეს ღაღადებენ მოკლედ ესეთი იყო ჩვენი გაშლა ჩამოკარგება დაგემშვიდობებთ მშვიდობას გისურვებთ სოლიდარობას გისურვებთ და იმედია რომ გაშლა მოგეწონებათ კიკპირდებით 5 წუთიანები იქნება თქო მაგრამ რა ვქაქანებ და ინფორმაცია მოდის და მოდის ვფიქრობ რომ რა ვიცი მოგდებულ სიტყვას ჯობია სიღრმისეულად აგიხსნეროთ რაღაცნაირად ვინც მოусმენთ ვინც არ მოусმენთ და აგერ 5 წუთიანების მეტი რა არის გადართეთ უსმინეთ უკაცრავად სინდისმისთვის კარგად იყავით ჩამოკარგება დაგემშვიდობებით ნახვამდის